მე ვარ მშობელი, ანუ ჩემი ბავშვი არის იუშენი დაავადებული. მომისმინე, ჩემი ბავშვი არის, მე ვარ მშობელი. გავიგე ბატონო. პლედი. გავიგე. ხო. და რა გინებავთ? პლედი შევიტანო თუ არ შევიტანო? არა ბატონო, ვერ შეიტანო. რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება. თქვენც ეთანხმებით ამას? არა, თქვენც ეთანხმებით რომ პლედის შეტანა მშობელს არ შეუძლია? და რო აღვიხსნათ კანონი რო გითხრათ რომელი კანონით? რომელი კანონით გითხარით რა? აი ძალიან არ მიყვარს ესეთი მდგომარეობა, მაგრამ არც მე მიყვარს პატივცემულო რომ მიშველენ ამ ტელეფონს, მაგრამ იძულებული ვარ რომ იპასუხოთ რაც წესია და რიგია. მე თვითონ ნუ პლედის შეტანა არ შეიძლება. მე ვეღარ დაგელაპარაკებით და მეტი რანაირად. მე შენ კანონს ვარ ხვევ. მე არავინ არ ვარბურებ. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. პლედები არ შეგვატანიეს ჩანთით, ეხლა მშობლები დავიკავეთ პლედებს სათითაოდ, ხელში დაიკავეთ, ხელში უშუალოდ. არ გინდა შემოხვევა, ხელში დაიკავეთ, ჯობია. მშობლებმა ყველა სად არის ერთი პლედი? ნატას მიეცი. ერთი პლედი მიეცი. და ესე წავიდეთ პლედებით. ან გამოდიში რა ვქნათ, რა გავაკეთე, პლედები შევიგო. მოდიში თვითონ, რა გავაკეთე. აჰა, ესეც ასე. პლედები არის. ეხლა დაგვრჩა ჩვენ კარვების ომი დაგვრჩა. კარვების ომი დაგვრჩა, იმის რა ქვია, პუფების ომი დაგვრჩა და კიდე რა გვინდოდა ბალიშების ომი და თავარი ომი არის წამლების ომი. თავარია წამლების ომი მოვიგოთ, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ.